Օրերս Նինոցմինդայի և Օզուրգեթի երիտասարդական կենտրոնների սաները հանդիպում ունեցան Նինոցմինդայում և անցկացրեցին փոքրիկ վարժանք թմրանյութերի կապվածություն և նրա հանգամանքները թեմայով։ Երեխաները նախ եւ առաջ ժամանած հյուրերին ծանոթացրեցին իրենց պատրաստած нյութերը, որտեղ накарагорվում է թմրամոլների, այսպես ասած, ճակատագիրը։ Люди не знают, к чему приводит наркомания, и из-за нескольких причин начинают употреблять наркотические вещества, подобно тому, как, например, человек стоит и в ящике лежит что-то неизвестное, и он должен угадать, что в ящике. Сегодня мы провели тренинг по теме наркомании. Мы хотели этим объяснить, что наркомания – это вред человеку, что это зависимость, когда люди очень любопытны и хотят употреблять наркотики. Мы этому хотим, чтобы люди больше не употребляли наркотики, и они все это, как бы их мнение стало, что наркотики – это вред человечеству. Мы сегодня провели этот тренинг тем, кто приехали из Озургети. Мы это делали у нас еще много раз. И мы хотели им тоже объяснить, что в нашем городе не употребляются наркотики, чтобы это был для них пример, и чтобы в Озургете тоже не употребляли наркотики. И Грузия таким образом будет чистая страна. Նմանատիպ թեմաներով առաջին անգամ չէ, որ երեխաները անցկացնում են հանդիպում և վարժանքներ իրենց հասակակիցների համար։ Ինչպես նշեց Օզուրգեթի երիտասարդական կենտրոնի տնօրենը, այս վարժանքները թույլ կտա երեխաներին ավելի ճիշտ մտածել և հեռու մնալ ինչպես թմրամոլությունից, այնպես էլ վատ սովորություններից, որոնք հանգեցնում են հանցագործության և մահի։ Ჩვენ ვართ ოზურგეთიდან, წარმოვადგენთ ოზურგეთის ახალგაზრდულ ცენტრს. ნინოწმინდაშიც არსებობს გავსი ახალგაზრდულ ცენტრი და საერთოდ საქართველოს 13 ქალაქში პროგრამის ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოს ფარგლებში. ჩვენ ჩამოვედით პირველად ნინოწმინდაში, ოზურგეთელი და ეთნიკურად სომეხი და ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაცია არის ამ გასვლითი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და დანიშნულება. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი პრეზენტაციები, რომლებიც ბავშვებმა ჩაატარეს, დაეხებოდა ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობებს, მართლაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მათი ინტეგრაციისთვის. ესენი არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ და იმედია, რომ ქვეყანაში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესებს მათი დამეგობრება ხელს შეუწყობს. ჩვენ მომავალ კვირას ოზურგეთში ველოდებით ნინოწმინდელ ახალგაზრდებს, სადაც გაიმართება დისკუსია იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოში არსებობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კუთხით და იმედი მაქვს, რომ დისკუსიები საინტერესო მოსაზრებები გამოითქმება და საინტერესო შედეგებსაც გამოიღებს. იქიდან საიდან ჩვენ ჩამოვედით, ახლა გაზაფხული აქვს, ძალიან ცივა. ვიყავით ძალიან საინტერესო ექსკურსიაზე გარელოვკაში, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. არის ძალიან სილამაზე, მაგრამ ვისურვებდით, რომ უფრო ზაფხულში ყოფილიყო ჩვენი ვიზიტი, რომ უფრო შეგვეგრძნა ნინოწმინდის და აქაურ მხარის სილამაზე. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ცნობიერება, ეს პროგრამა აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ თავისუფალი დრო მიზნობრივად გამოიყენონ. შესაბამისად, იფიქრონ იმაზე, თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ის რომ ნარკომანია, ვთქვათ, არის ძალიან მავნე ჩვევა და სასიკვდილო შედეგები აქვს და ეს ახალგაზრდები არიან ის თაობა, რომლებიც ამაზე ფიქრობენ და მოუწოდებენ თავიანთ თანატოლებს, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ სხვა ტიპის აქციები გამოხატონ და რითაც აამაღლებენ ალბათ თავიანთი თანატოლების ცნობიერებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს ამ თემებზე მსჯელობენ და ამ თემებით ინტერესდებიან. ეს პროექტი არის საქართველოს გაეროს ასოციაციის და USAID-ის დაფინანსებით, როგორც გითხარით, საქართველოს 13 ქალაქში ხორციელდება, დაფინანსებს საქართველოს გაეროს ასოციაცია და USAID ამ გასვლით პროგრამას და ხელს უწყობენ ახალგაზრდებს აი ამ ინტეგრაციაში და პოპულარიზაციაში აი ამ თემების, რაზეც მე ვილაპარაკე. Հիշեցնենք, որ ծրագիրը ֆինանսավորվում է USAID կազմակերպության կողմից և իրականացնում է Վրաստանի քաղաքացիական զարգացում գործակալությունը։